სილამაზე თქვენს თვალწინ გადაშლილი ულამაზესი სოფელი ვეჯინია. ისტორიული სოფელი კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2500 მაცხოვრებლით, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ხალხური გადმოცემით, ვეჯინი სახელწოდებას თამარის ხანიდან იღებს. მეფეს ვეჯინში სტუმრობა მოსურვებია, მობრძანებულა კიდეც და უთქვამს: მე აქ ვეჯინეო. თუმცა ამ ხალხურ გადმოცემას არაფერი აქვს საერთო ისტორიულ წყაროებთან, რადგან ქართლის ცხოვრების მიხედვით ვეჯინი ვეჟინის სახელწოდებით მე-10 საუკუნიდან მოიხსენიება. მე-11 საუკუნეში ვეჯინი კახეთ-ჰერეთის საერისთავოს წარმოადგენდა და კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული, პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო. სოფლიდან 2 კილომეტრის მანძილზე ტყეში ჩამალული, ხეების საბურველში გახვეული ცხრასაყდარის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. ცხრასაყდარის კომპლექსში 5 ეკლესია შედის. ნაგებობებიდან ყველაზე ადრეული, ცენტრში მდებარე დარბაზული ეკლესია მე-9-მე-10 საუკუნეებს განეკუთვნება. სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილი 30-ზე მეტი უნიკალური ისტორიული ძეგლიდან ამაღლების სამონასტრო კომპლექსი გამოირჩევა. მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი მე-9-მე-10 საუკუნის მნიშვნელოვანი საკულტო ნაგებობაა. სოფელში ყოველწლიურად რელიგიური დღესასწაული ამაღლება იმართება. ვეჯინის ციხის კომპლექსს მთლიანად ამაღლებას უწოდებენ. ის აერთიანებს ამაღლების, აღდგომის, ღვთისმშობლის შობისა და კახეთში უძველეს მე-15 საუკუნის ორსართულიან სამრეკლოს. ამაღლების მხატვრობა მე-16 საუკუნით თარიღდება. ეკლესიის შიგნით შემორჩენილია 2 საფლავი. ერთ-ერთი სავარაუდოდ კახეთ-ჰერეთის პირველ მეფე კვირიკე მესამეს უნდა ეკუთვნოდეს. ვეჯინის ციხე კახეთის მეფეების აღსართან პირველისა და აღსართან მეორის რეზიდენცია ყოფილა. სწორედ აქედან ებრძოდნენ ისინი გიორგი მეორესა და დავით აღმაშენებელს. როდესაც მეფე გიორგი 1082 წელს ლაშქრით ვეჯინს მოადგა, ვეჯინის ციხემ გაუძლო ალყას, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ვეჯინის ციხის საიდუმლო გვირაბები, საცავები და წყალსადენი უდიდესი ხელოვნებით ყოფილა ნაგები. გადმოცემის თანახმად, მე-19 საუკუნეში თუ ვინმე კახეთის თავადი ბრძოლაში დაიღუპებოდა, ვეჯინში მოასვენებდნენო. ამის დასტურია ციხის შიგნით არსებული უამრავი საფლავი. თავადთა საფლავის ქვების ეპიტაფიებიდან ვიგებთ, რომ ვეჯინელი დიდი თავადები, გენერალ-მაიორი სიმონ შალიკაშვილი, გენერლები სიმონ ვაჩნაძე, რამაზ და ივანე ანდრონიკაშვილები მრავალ ომგადახდენილები იყვნენ და საკმაოდ მაღალი ჩინებიც ჰქონდათ. ღვთისმშობლის სახელობის ყოვლადწმიდის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა მე-16 საუკუნით თარიღდება. აქ მცირე ზომის ეკლესია მდგარა, რომელზეც მე-17 საუკუნეში გუმბათი დაუშენებიათ. 2006 წელს ტაძარში ღვთისმსახურება აღდგა და დედათა მონასტერი დაარსდა. ვეჯინის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია დარბაზული ტიპისაა და მე-17 საუკუნით თარიღდება. სავარაუდოდ ის აბაშიძეების საგვარეულო სამლოცველო იყო. ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აბაშიძეთა ციხე, რომელსაც ვეჯინელები გურგვალციხესაც უწოდებენ, მე-17 საუკუნის 4-სართულიანი სათვალთვალო ნაგებობაა. გადმოცემით, ის ივანე კახთ-აბაშიძეს, ერეკლე მეორის მეუღლე, ანა დედოფლის ძმას ეკუთვნოდა. იგი კრწანისის ომის მონაწილე იყო და მეფემ ვეჯინის ტერიტორიები უწყალობა. ერეკლეს ანა აბაშიძესთან ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე
მეფე გიორგი მე-12 შეეძინა. ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის მოქმედი ტაძარი, სადაც ღვთისმადლით წირვა-ლოცვა აღევლინება 21 საუკუნის დასაწყისში ააგებული და სოფლის ცენტრში მდებარეობს. ვეჯინის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების სარეაბილიტაციო სამუშაოები წლებია, რაც ფონდი ქართულს დაფინანსებით. ვეჯინის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრის, ამაღლების მამათა მონასტრის მხარდაჭერითა და იღუმენ იოანე აბასაშვილის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს. ცნობილი ქართველი ფიზიოლოგის ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი ულამაზესი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია ვეჯინში, 1985-87 წლებში აგებული. შენობა ჯვრული მოხაზულობით ორსართულიანი ნაგებობაა. მან დააარსა ექსპერიმენტული ბიოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. სოფელში ფუნქციონირებს სკოლა, რომელსაც არსებობის საუკუნეზე მეტი ტრადიცია აქვს. მე-19 საუკუნის 90-იან წლებში აქ ვაჟა ფშაველას ძმა, ბაჩანა რაზიკაშვილი ასწავლიდა. სკოლის ამჟამინდელი შენობა მე-20 საუკუნის 50-იანი წლებით თარიღდება. სკოლის მშენებლობის ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი, სოფელ ვეჯინის მკვიდრი, შალვა გაბიტაშვილი გახლდათ. სკოლა ატარებს ივანე ბერიტაშვილის სახელს. სოფელში ფუნქციონირებს ჰიდროელექტროსადგური ალაზანჰესი, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აიგო და დღემდე რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ობიექტს წარმოადგენს. იგი სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე ფუნქციონირებს, არსებული ვარდნის გამოყენებით. ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო სოფელში კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგური ალაზანჰესი 2 აიგო, რომლის გამომუშავებული ენერგია ერთიან ენერგოსისტემას უერთდება. ვეჯინში სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია მევენახეობა, მებაღეობა და მეხილეობა. ჩემო ლამაზო ვეჯინო, კახეთის არემარეო, დამატკბო შენმა ზურმუხტმა, ცქერით ვერ დავიღალე.